დეძგინება და არა, აქ მნიშვნელოვანი ხო, მაგრამ დეძგინების დაშვება არ გვინდა. მაგრამ ნუ მე ერთი წამი მაცად აქ მნიშვნელოვანი ძალიან მაგარი რა არის, რა რომ ვინც იყო აქ რა ის თვითონ ამბობს, რომ ესე იგი მარტო ვიყავი მე და ჩემი ძმაკაციო. არ იყვნენ მარტო. არა, მე და ჩემი ძმაკაციო, ვინც ურტყავს თქო. ვინც ურტყავს კი. მე და ჩემი ძმაკაცი და ისინი იყვნენ 6-ნიო. არც ერთს ხო ეს ატვეტი არ მიუწია და პირიქით კაცი რომელიც მანამდე იმუქრებოდა რომ დაგლეწავთო და ყველა სათითაოდ ონლაინში ესე აგინებდა ყველას ონლაინში ოღონდ აი საშინელი სიტყვებით ხო აი ესე მიიღო და შეირგო და გაიძურწა და 6 კაცი იყვნენ და რამოდენიმე გოგო და ბოლოს ის გოგო დარჩა ამათთან აქეთ ამხარეს და ვინც გალაყა და ისინი ვინ ყოფილანო რა ეს დეგენერატებიო ხო ნუ მე კიდე არა მართლა გეუბნები რა მიატოვეს სემა არაპედაგოგია დაგმოთ ანუ ესეთი ხალხი არის ესეთი ხალხი აი ესენი იგინებდნენ განსაკუთრებით ბიჭო დაგმე რა მიდი არ დაგმო არა არა ანუ აქ უკვე საკითხი როგორ ეს არ არის რასაკურველია ახალისება ეს არ არის არა დაგმო ხო რა თქმა უნდა უბრალოდ აქ სხვა რაღაცაზეა საკითხი არის მიზეზ შედეგობრიობაზე არსებობდა მიზეზი რაც არის ის რომ როდესაც შენ ეს სტატისტიკურად დათვლილი რაც არის რაც წინა არჩევნებმა ბოლო არჩევნებმა დაბრუნდა არჩევნებმა 1.200.000-ზე მეტ ადამიანს პირდაპირ დედას აგინებ ეს არის მიზეზი რომელსაც აუცილებლად ქართველ მოსახლეობაში ექნება შედეგი იმიტომ რომ ჩვენი კულტურა და სოციუმი განსაკუთრებით სენსიტივარი არის იმ შეურაცხყოფაზე რომელიც არის დედის მისამართით გაჟღერებული და თუ ადამიანს აქვს მოდი დავარქვათ ამას გამბედაობა რო არ მოვიხმაროთ რამე სხვა უცენზურო სიტყვა თუ ადამიანს აქვს იმის გამბედაობა რომ 1.200.000 ადამიანს დედა შეაგინოს კონცერტზე და ეს აქციოს მისთვის რაღაც როგორც ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი ეს არის პასუხი მე არ ვამბობ რომ ეს არის კარგი რომ ეს არის პერსონალის დასაკვირველი წასახალისებელი და ასე შემდეგ მაგრამ ეს არის იმ მიზეზის შედეგი რომელი მიზეზიც ამ ადამიანებმა შექმნეს